განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ბათუმში იუსტიციის სახლთან. 40 წლის პატიმრის ოჯახის წევრები ხელისუფლებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმისაკენ მიუთითებენ და სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რაც უპირობო გათავისუფლებას გულისხმობს. მსჯავრდებულის ნათესავების განცხადებით პატიმარის ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა, მას ბ და C ჰეპატიტი და სიმსივნე აქვს. მამაკაცი სასჯელ აღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და საზღვარზე გადმოტანისათვის 10 წელი აქვს მისჭილი, აქედან 5 უკვე გავიდა. სად არ დავწერეთ, სად არ მივმართეთ, მაგრამ ამბობენ რომ ოპერაცია გაიკეთოსო. მაგრამ ჩვენ ახლა ოპერაციაზე არ ვეთანხმებით. იგი ვერ გადაიტანს ოპერაცია. იმიტომ რომ უკვე სიმსივნე ძალიან დიდია ღვიძლში. თავშიც აქვს სიმსივნე, ღვიძლშიც აქვს და ძალიან აწმება. სიცხე აქვს, ყოველ ესე იგი 39 აქვს სიცხე, ცვლიდან სისხლდენა აქვს და გაურას მდგომარეობაშია. ძალიან ძიმეთ არის. საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხარი წინას ხელისუფლებას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო რომ ის რომ არაადამიანურად ეპყრობოდნენ ციხეში არ ხდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ალბათ ისევ იმ ადამიანებთან გვაქვს საქმე ვინც ამ ყველაფერს წლების განმავლობაში არ აქცევდა ყურადღებას და ჩვენ ვფიქრობთ რომ აი დღეს ნახეთ რამდენი ადამიანი მოვიდა მის მხარდასაჭერად თუ ხელისუფლების მხრიდან ისეთი პოზა შენარჩუნდება რომ არანაირი რეაგირება არ მოყვება ჩვენ აჭარაში მაგალითად ასე ვგეგმავთ გავაერთიანებთ ყველა პატიმრის ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და ვაჩვენებთ რა ძალად დგას აი ამ ხალხის უკან.